გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის ერთადერთმა ტერიტორიული არმიის ბენდმა გორში ადმინისტრაციული შენობის წინ კონცერტი გამართა. სალამანკა ბენდმა ღონისძიებაზე სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეასრულა. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა გორელმა მომღერლებმაც მიიღეს. ნახევარსაათიან სანახაობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. კონცერტის შემდეგ ბენდმა მარშირება გამართა და ქალაქის მერ ზურაბ ჯირკველიშვილს პატაკი ჩააბარა. ბენდი უნიკალური სტილის მუსიკას ასრულებს და მსვლელობის დროს წუთში 140 ნაბიჯს დგამს. კონცერტების გარდა ბენდი სამხედრო აღლუმებს, ფესტივალებსა და ოფიციალურ ვახშმებს მუსიკალურად აფორმებს. სალამანკა ბენდი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და კონცერტებს გორის მსგავსად ქუთაისსა და ბათუმშიც გამართავს. მათ ყველა კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ბენდის საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. გაერთიანებული სამეფოს ბენდის მასპინძელი ბრიტანეთის საელჩო, თბილისის მერია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. ახლა თქვენ უსმენთ ამ ინგლისის არმიის ბენდს, რომელიც არა მარტო სამხედრო მარშებს როს, არამედ უკრავს კლასიკურ მუსიკასაც და ზოგადად საინტერესო რეპერტუარი აქვს ძალიან და გადავწყვეტეთ რომ საღამოს გორელები გაგვეხალისებინა ცოტა. ჩვენ ვართ ბრიტანული ბენდი სალამანკა. ჩვენ რამოდენიმე დღის განმავლობაში დავრჩებით აქ და გავმართავთ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, როგორც თავდაცვის, ისე კულტურულ სფეროში. ჩვენ ძალიან მოგვეწონა საქართველო. ქართველი ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ.